ვაგრძელო პოლიციის ცხოვრება ეს ჯეტია ხუჩიდან. მოკლედ ახლა მეგობრებო მოვედით ჩვენ მე და ჩემი ქვეშემდომი. ბიჭო, ანუ ვიდეოს ასყეშივე თავი არ მაცემინო რა. ბიჭო, ყველა ვიდეოში რატომ მიკაჩავები შენ? იმიტომ რომ ბიჭო მისაკაჩავებელი ხარ და დაწყნარდი რა, შენ ხარ ჩემი ქვეშემდომი. ეხლა შენ მომისმინე, კიდე უთხრა ბიძა ჩემს ყველაფერი. რა უნდა უთხრა ბიძა შენს? რა და დავალებაზე რო გაგვიშვა იქ რომ მიმატოვე. ერთი წამი ბიჭო, კი არ მიგატოვე იქიდან შენ გაიქეცი. წამო აბა ერთი. აუ ბიჭო ეს ვინ არის რა? მოკლედ დავალაიქოთ ვიდეო გამოვიწეროთ არხი და გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი, იმიტომ რომ ყოველდღე უამრავი ვიდეო იდება და ნუ ჩემთან კომუნიკაციას იქ შეძლებთ რა და გაიგებთ ხანდახან რატო აგვიანდება ხოლმე ამ არხზე ვიდეოებს. პასუხისმგებლო რო ხარ. აუ მურთაზე ხა ქარ ვიყოთ იმენა რა. მე მუქრები? უბრალოდ ბიძი. ნახე რა, ნახე ეგრევე რაღაცა მოხდება და ბიძი და ისე რაღაცა და ნუ კაროჩე რა. გამარჯობათ. სად არის უფროსი? გასული არა, ხდება. თქვენ FBI-დან ხო? ხო, როგორ მეც აბა ჩანდარგვისაქმე. კარგად მიდის კი, მაგრამ ამის მოცილება მინდა რა. ვინ არის ეგა? აი ეგ რო დგას. შემო ბიჭო აქეთ. სადა ბიძა ჩემი თუ არ არის მანდ არ შემოვალ. ბიჭო, შემოდი მეთქი შიგნით აქ ბიძა შენი არ არის, მაგრამ FBI-ის უფროსი არის. კაკრას უნდა ვილაპარაკო შენზე. არა, შანსი არ არის. მოკლედ უფროსო, ამის მოცილება მინდა რა, არ მინდა ეს მეწყვილე, იმიტომ რომ ტვინსბურგავს გუშინ სპეცოპერაციისას გაიქცა კი არ დამეხმარა. ეგ ძალიან ცუდია. ვაპატიო ცოტა ეხა. ეშლება ახალ ბეიდაა მაინც რა. გასაგებია, მაგრამ რა ვიცი, მეც რო ხელი მეშლება მაგით. კაროჩე, არ არის ახლა მაგისტრო რა. დღესაც ძალიან სერიოზულ დავალებაზე ხარ ისე წასული მსახურებთან რა. უნდა გავიდეთ მაგათ ყოლზე, იმიტომ რომ მექსიკელები მაგათთან ძალიან დიდ როლს თამაშობენ. დავიჭერეთ მექსიკელები, მანდ არის ეხა თქვენი უფროსი გარკვეულს ასული რა. მოგცემთ კოორდინატებს და უნდა მიხვიდეთ ისე იქ სადაც ეგ მექსიკელები ყავდა დააბარებული. გასაგებია და ისე მექსიკელებში მგონი გაბაზდა რომ ჩვენ მაგათ მაგერა დავდივართ. რა იცით? მაგათი მანქანები გამოგვეკიდნენ. კაი, მაგას დავაზუსტოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხს მიიგელოდებიან, მიდით. გასაგებია, კარგით, მადლობა რა. აი გრე, გამოგაბუნზულა. აუ, მურთაზ უხშენი. იარაღი ჩაწიეთ, ორი იარაღი მეც მაგ. აუ, დაწერეთ კომენტარებში რა უყვა მურთაზას. გავაგდო, არ გავაგდო და ნუ ჭობ ეხლა რა ესე. რას უნია ბიჭო, რას ეწევით? რას უწევი უფროსო? რას ეწევით ბიჭო, აქ რას უნია არის? არაფერ, სიგარეტს. მოდი აქ ერთი წამი. შემოტრიალ დიაბეტი გაგჭრიკო. გარბის აგერ. მოდი აქ. პანდა მომზებს, პანდა. ვახ ბიჭო, სულ დამავისყლა მე რომ ვაგოსებიდან ვარ ეხლა შემთხვევით აქ და ისე აუ არ დამინახონ რა. მოდი აქ. პანდა. ვაგოსები, თანამშრომლობენ ვაგოსები. რა ქენი, მოკალი? სპეცოპერაციისას გაბაზრდა რომ ვაგოსებიდან ვიყავით და მიაქციეთ ყურადღება გარეთ რომ მოსწევს ეწებიან. რას ეწეოდა? ნახე მიდი გაჭხრიკე რა. გასაგებია წადი. მე აქ არ ყოფილი ვარ, ჩაფარცხეს ეს თემა ისე რომ მე ეს არ ვარ. თორე ეგრევე მოაღევდა ბიჭო პირს და ვაგოსები ხო რომ შევიყვანდი, მის დამავიწყდა ფორმა რომ ეცვა რა. აი გრე, მიქარე, უთხრა ეხა ბიძა ჩემს. უთხარი რა. ბიძა შენი აქეთ მეხვეწება მუშაობას. ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გაუდება ძალიან მაგარი ფაზდაკლება თითქმის ყველა кейსზე, ამიტომ ვისაც кейს ოფენინგი გიყვართ და გინდათ კაუნთერის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. და რა ვიცი კიდე აქ მაგის განყოფილებაში რაღაცების გაკეთებას წავედი. ოპა, ვახ. ერთ წამს ვატრიალეთ ესე ლამაზად. აუ ბიჭო, ძალიან ჩქარია ბიჭო, ეს 63-თო. დადი დავალებაზე დროზე. აუ როგორ არ მინდა ეხა მურთაზასთან კიდე კაჩაობა, იმიტომ რომ ყველა ვიდეოში ერთ და იგივე რა. მოვიდა დავალება, წავედით. გისმენთ უფროსო. მოკლედ, დავალება გამოგზავნილი არა მიდე ლოკაციაზე რა. ყველაფერი მანდიციან. რა ხდება ერთმა გამაგებინა რა სწორად ყოფილა კიდე განყოფილებასთან. არაფერი რა თავი დავიწვი. დავი დაიწვა კი არა. თავში შეუვარდა ამას ყველაფერი. გეუნები ბიძი მოხსნათ რა. შენ ჩუმად ბიჭო, მანდ, მამა შენი რო არა ეხა შენ რას გიზავდი კი ვიცი, მაგრამ ხო და ისა მამამის მე სულ არ ვიცოვ და მე რო ვუქნა ეგ ყველაფერი უფროსო. არა, გაჩელია შეიძლება ხე და გეყოთ ეხლა ბიჭო თქვენ. კაროჩე, მიდით ეხლა და გარდით დავალებას თავი რა, ვაგოსები წეს აღარ გამოგეკიდებიან რა. კარგი და იქ მეჯინებების სახში რო რაღაცის აქვთ, ბაზე გაკეთებული, მანდ როდის უნდა ვიყვანოთ ეგენი? ალბათ ხვალანზე ნახავთ. ვაკვირდები ჯერჯერობით მოვლენებს. გასაგებია, კარგით. ვახ, მაგარია ჩანერგილი პოლიციელობათო. ოკეი, მოვედით აქ სადაც ეს ლოკაცია გამოგვიგზავნეს და აქ რა ხდება ერთი წამით? რაჯანდაბა, მეტროში რა უნდა მოხდეს? არ ვიცი, აბა ერთი მივიდეთ. გამარჯობა ძმა, შენთან გვაქვს რამე საქმე? დაბლა ჩადით ბიჭო, დაბლა. გასაგებია ხო? დაუჩქარით. აი, მაინც წამო ის მურთაზ. ჩემს სახელს მოიძახე ბიჭო, ესეთი ოპერაციების დროს მე რამე რომ მოხდეს მე უნდა დამერხეს რა. ნეტა რამე მოხდეს და ავიცი ეს მომაცილოს ვიღაცამ და აღარ ვჩივი უკვე არაფერს რა. ოპა, აი ამათი ბოსის აგერ არის. მოვიდნენ ჩემი ბიჭები, მოკლედ. ვამაყობ ვაგოსებო თქვენით რა, ერთი თქვენს ლიდერს უნდა დაველაპარაკო თქვენს რომ გამოგიბიროთ. ეს ჩვენს ლიდერთან საუბარი არ არის, საჭირო ხო ხდებით ხა. მე უნდა მოგვიფოლწუნოს მაგან და არ გაგვაგუროს და რომ მე დავილაპარაკოთ რა. მოკლედ ეხლა დღეს რა მჭირდება თქვენგან.
ბევრი არაფერი რა, ერთ ადგილას მე წახვიდეთ და იქიდან ჩანთა უნდა წამომიღო და არაფერი ისეთი სერიოზული რა. უბრალოდ ჩანთა უნდა წამოვიღო? კი, თხავის ჩანთა იქ უნდა მომიტანოთ აქ. ისეთი არაფერი. აჰა, გასაგები ესეთი არაფერი იმიტომ იცახს რომ შენ არ შევამოწმოთ. კაი, მოვიტან. თანხა ჯაგერისხებად ისე მოტანი შემდეგ. გასაგებია, წამოდი მურთა შენ. ჩვენ მაგოსები ვართ, ბიჭო. უბრალოდ ეს კაცი მოიცილი რა. კი, ძალიან კაი, ამანაც მითხრა ეს კაცი მოიცილიო, ესე იგი ამათ ეს არ მოწონთ რა და უფროს უნდა დაველაპარაკო, რომ ეს მომაცილოს აქედან და აღარ გაიციტოს ჩემთან ერთად ვიდეოებში. რა თქვა, მან შეიჩნახე და ამოღავე ამით ხარ შენზე მომაცილეო და აო, მურთას დაჯექი რა თავი გამანებე რა. უნდა დაველაპარაკო ბიძაშენს რომ მოგაცილონ რა, იმიტომ რომ პრობლემებს ქმნის მოუშენ განყოფილებაში. კი, ძმაო, მე პრობლემებს განყოფილებაში და შენ აქ ყველაფერი დალაგებული გაქვს, აბა რა, მოკლედ აი მურთაზა იმენ ამ ცხოვრების კაცია. ფეხებზე კიდე იმენა ყველაფერი. გისმენთ უბროსო? აბა რა ხდება მომახსენი? მოკლედ აქ სომხური მაფიის ლიდერი იყო რა, მაგას გავესაუბრეთ. არაფერი ჩვეულებრივად ვერ დაწვა რომ ჩვენ ამდენი ვაგოსები არ ვიყავით და ერთ-ერთი ის მითხრა რომ რაღაც ჩანთა არის მოსატანი რომელიც შიგნით არაფერი სერიოზული არ არისო. ფუ, არალი კი არა და არ არისო. აჰა, გასაგებია, ესე იგი შეიძლება იარაღია რამე არალეგალური იდოს, გასაგებია. კიდე რამე თქვა? და ერთი ის თქვა რომ ის შენი გადამობირება მინდა ჩემ კი რა ვაგოსებსო დაველაპარაკო. მოუნდა მაგას კაი კადრი რა. და ხო კიდე ის მითხრა რომ ის მურთაზა მოაცილეო. მართლა? არა, ბიძი, ამ თვითონ თავის თავზე მითხრა მე რომ მოაცილეო. დაიცად ერთი წამი, ამირან, შენ ლაპარაკები მაგას თუ მურთაზა. იტყუება კაცო ეს წავადებ ხა ამას თავში დავალეწავ ამ ტელეფონს. მე ვიყავი კაცო და მურთაზაზე მითხრა მოაცილეო. აი კაი მე დაველაპარაკოთ. ბიძი, არა, იტყუება. აი ეგრე ბიჭო, ჭვიანად ხა. აი შენ ნახე რა გაგიჩალიჩო? შენი გაჩალიჩებული არ გაიშვას არსად. ოკეი, მოვედით დანიშნულების ადგილას, ახლა საიდანაც რაღაც ჩანთა უნდა წავიღოთ? დაბლა არიან. ხედავ ბიჭო მე ის რომ დაბლა არიან. ოკეი, ჩამო. ოპა. რა ხდება? ბიჭო, ვიღაც ტიპები ყავთ ამ კონი ამ დაბრედასაპირებენ და რა გავაკეთოთ თო? ჩვენ გაითვალისწინე რომ ხალ ვაგოსები ვართ. გასაგებია, მაგრამ პარალელურად პოლიციელების ვართ და ვიღაც ტიპები ყავთ ახლა აქ. დაგვიშვეს, ჩემი დაგვიშვეს. ვახ ესენი ვინ არიან? უეჭველი ბიჭო დაასწრეს ამათ. კი არა და რავი რა ჩანთას უნდა წამოგეღო მაგიდან ამათმა დაასწრეს და ბექაპი გჭირდება. სპეციალური დანაყოფი გამოუშვით რა, ცეცხლი გაგვიხსნეს. რა საკეთებ ვიჭვებით? წამოდი აქ, წამო. ავიყვანე ერთი, ძალიან კაი. მეორე. მესამე, всё, ყველა აყვანილია. ესენი ვინების ყავდათ აქ ჩვენიანები, კი არა და ამ სომხური მაფიის კამანდა ყველა გაიქცა, რომელსაც სვატი ვერ დაინახავს, ანუ ეხლა რომ პოლიციელები ვარ, ძალიან კაი. ავიღოთ ერთ ჩანთას, ესე. ვახ ჩემი. ვახ. სპეცრაზმი, წადით, ჩემთან არ მოხვიდეთ. წადით. მოცილდით აქედან, წადით. ჩემთან არ მოხვიდეთ, ბიჭო. მესროლეთ მაინც, მანქანას ესროლეთ. უბრალოდ თქვენ გამოგვიძახეთ. გაგულახეს უკვე, აღარ გვინდა თქვენი მოსვლა. წადით, გათავი გამანებეთ რა, დაგვინახავენ. ვინ არიან ესენი, თო? ვერ ხვდებიან რა სპეცოპერაცია და მეც უნდა გამეცინო წინააღმდეგობა? მაგარია, დავლეწე მთლიანი ვერსტისი. დაჭრილი ხარ? ცოტა მხარში მოხვდა, მაგრამ არა უშავს რა. მაგრამ კაი, ამ სომხური მაფიის ხალხი როგორც ჩანს, გავათავისუფლეთ, თორე მოკლას აპირებდნენ მაგის რა, ჩვენ რომ მივედით, ეგრევე შეეშინათ და დაგვიშვეს. უეჭველი ხა. იმათ ქონდათ ეს ჩანთა, უნდა წამოიღოთ. ამ ჩანთაში რაღაც სერიოზული დევს. რო გავხსნა რისკია, იმიტომ რომ რა ვიცი, რამე ისეთი არ იყოს, რომ მე დავგწვან. და რა ხდებოდა ახლა აქ ესე იგი? ვერ ხვდები, ანუ ეს ჩანთა უნდა წამოგიღო ჩვენ ვიღაცეებისგან. მაგრამ ამ ჩანთა შემდეგაც სერიოზული რაღაც დევს, ეს გაბაზრდა. და სხვა მაფია დაესხა მაგათ თავს, ხვდები? და პაროლად დაიჭირა რა და მოკლას უპირებდა, მაგრამ ჩვენ რომ მივედით, ესენი გადავარჩინეთ რა. მაგრამ ესენი ხო სომხები არ იქნებოდნენ, სომხებს უნდათ ამათგან ეს ჩანთა რა, პარალელურად სხვები მივიდნენ. No anyway, გადავარჩინეთ რა. Anyway, oh my god, ხო არ come on, ამირან, look at me რა, right god. რა ენაზე დავიწყოთ მაგ ლაპარაკი უსმოთ ჩემ. Anyway, არა ისტორია კიდე. რამე ხო, ეგრე არის. და რა ხდება ბიჭო, ეს რაღაც ჩანთა ეხლა გეტოზე მოვიტანეთ იასამნისფერების ტერიტორიაზე? მიღადაობით? ვახ, რა უცნაური ეხლა აქ ბიჭო, ესენი კიცობენ ყველა ერთმანეთს და რა ვიცი, არ დაუგწვან ეხლა რაღაცაში თო? ვახ, ეს ცუდია. სროლისთვის იმზადები. კაი, მოიმზადე შენ მაინც სროლისთვის. ვაგოსებს რა უნდა ჩვენს ტერიტორიაზე? არაფერი, სომხება გამოგვიშვეს. კაი, მიდი იქით არის, რაც უნდა აიღო. გასაგებია, კაი, წამოდი მურთაზ. ვახ, ჩემი. ბიჭო, კაია ჩვენს ტერიტორიაზე, გადით რომ დაგვიხვთ ხან საქმიანი წინადადება არ იყოს თორე. აუ, ცოტა ნელა მივიდეთ ახლა აქ. რა არის ეს მაფიის ბოსის ძმა არის? ვახ! გამარტყეს! აუ, რა ხდება ბიჭო, აქ ახლა ვინები უნდა დავიცვა? მოდი აქ, ეს ავიყვანოთ.
აქ ამოვიფარო, ესეც. მოდი აქ, მოდი, ეგარი. იმიტომ რომ ამათ მას დაგუშვეს ბოლოს, ესეც ჩავხოცეთ, მაგრამ ბოლოს ისე ვთქვათ რომ ვითომ იასამნისფერი მათ დაბრიდეს იმბოსთან. ესეც. რა ხდება? არ ვიცი. ძალიან სერიოზული იარაღები აქვს, ავტომატები აქვს და ჩემი პისტოლეტით მაინც და მაინც ვერაფერს ვერ ვაკეთებ და აქ ხა პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დავწოვენ. კაი, წამო. მურთა წამო. აх, გამარტყე. გამოვისობ, სად გინდა? კანდი თავი გამანებ. კიდე გაარტყეს ამ პატრონოს. წავედით. დამაზღვიე. ვახტყვი აღარა მაქვს, ეგ არის. მოდი აქ. ეს. დაიბრიდე ბიჭო, მომეცი ავტომატი. და ესეც ავიყვანეთ აგერ ამ ავტომატით. ძალიან კაი, იქიდანაც ტიპები არიან. ავიყვანეთ, ესეც ავიყვანე. ჩვენს მერზესთან ტიპები არიან კიდე და აქ უნდა იყოს რაღაც პაკეტი. აი ეს ჩანთა, ძალიან კაი. არაფერი სერიოზულიო, არა ივან, არაფერიო, ხო? არა, ძმა, რა სერიოზული, სულ რაღაც აქ ნახევარი გეტოს განადგურება მოგვიწია ამის გამო და იქ რომელიღაცა, რა ვიცი, დაჯგუფების ტიპების ამოხოცვა. არაფერი სერიოზული ისეთი. დაჯი დროზე. წავედით ახლა აქედან. გამატარეთ უკაცრავად, გამატარეთ. დამჭრეს. სად დაგჭერს მურთაზ? დამცინებ რო გითხრა რა. აი ბიჭი, დავი გამანებე იმენა. ტიპს არც ერთი ტყვია არ ცდება ჩემი. აх, ჩუთა თავა. მოითმინე ბიჭო, ნოტერი ხარ რა, თუ არა და ნომუშაობს საერთოდ პოლიციაში, რა ზადის არს დაჯიქ დაისვენე რა, არ ტყვია მოხდება და არც არაფერი, იჯდები შენთვის. და უყურებ თურქულ სერიალებს. ნუ მე ყანდავები ბიჭო. რა უნდა ბიჭო ამას, თო რატომ ეკაჩავები მურთაც რა გინდა რა? რა იშვებით აბა ბიჭებო. არაფერს თქვენ საიდან გაქვთ ჩემი ნომერი? ჩვენ ყველას ნომერი გავაქვს. მაგინა ტიპი გაიქცა და ლოკაცია რა ჩაგიდეს, გაიკეთე და მოკალით ეგ ძაღლიშვილი. რომელი ხარ? ბიჭო, ვისზე მუშაობ თქვენ დაგავიცდათ? ბიჭო, ჩუმად იყავი. დიახ, უბრალოდ რაღაცა GPS-ე მოვიდა, მანდ მივდიოდი, მე მეგონა თქვენ მოგზევდით. მე მომზდები ბიჭო, თქვენ მოგზავნილები ხო არა ხარ? არა, სხვანაირად გაიგეთ. ანუ მე მეგონა თქვენთან მოვდიოდი, ეს ჩანთები ავიღე რა. ხომ არა, იქ ერთი ტიპი არის, რა და ის მოსაკლავია და მოკალით ეგ არ გაუშვეს ოცხალ. გასაგებია, მაგრამ აბა ერთი უბრალოდ ჩანთა მინდაო. მოკალით. აჰა, ოკეი. ძალიან კაი, ჩვენ ტელეფონზე რო დარეკა, ეგრევე ჩავიწერეთ მაგის საუბარი რა. ეს, რა თქმა უნდა, ბიჭო. ტიპი უკვეთავ ჩაოლებრად ვიღაცის ყველობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაოლებრივად დაკავების მიზეზი გვაქვს. ანუ ძალიან სერიოზული მასალა მოვაგროვეთ უბრალოდ 2 დღეში. გავეკიდოთ, აბა ვის მივსდევთ? ვახ, ერთი წამი. ამ წითელ მანქანას? იასამნისფერია ეს? ვინ არის ეს თო? უნდა დავიჭიროთ. ოპა, აქ ვიღაც მოგზევს ჩვენს, რა ხდება ბიჭო? ეს უნდა დავბრიდოთ? მოდი აქ, მოდი. არ მომკლავს. ესე იგი მესამე ჩანთა ამას ქონდა. ესეც ესე ავიღეთ. ძალიან კაი, წავედით. მაგრამ ბიჭო, ეხლა პარალელურად რო ჩვენს განგსტერები ვიჩნდებით და მაგათ დაჭერებს შალიშობდით ბოლოს, ეს რა გამოდის ეხლა? ის რომ ჩვენ კანონს ვარღვევთ. და დაწერთ კომენტარებში შევწყვიტოთ თუ არა ესეთი საქმიანობა, იმიტომ რომ რა გამოვიდა ეხლა? ჩვენ კანონი უნდა დავიცოთ და ჩვენს კანონს ვარღვევთ? ავი ცოტა არასწორია. და ესეც ესე მოკლედ ჩამოვედით ბოლო ქალაქამდე და დაგვიბარა ესე იგი თავიანთ ვილაზეო. რეგისტრატორი ჩართულია, მოდი აი ესე გავეჩერებ აგვისტოთ მანქანას, რომ აქედან ყველაფერი გადავიღოთ, ჩანთების გადაცემა და ასე შემდეგ. ჩემი საამაყო ბიჭები, მოკლედ თქვენ ვაგონსებიდან უნდა გადმოგიბიროთ რა. რას ვიზავთ რა? ვახ, თანხა მომეტალურად დაგიჭდა. პლუს 60,000. წადით რა აქედან დაგირეკოთ რა საჭირო იქნება. გასაგებია, მადლობა. უბრალოდ ჩემი ნომერი ჩაიწერეთ უგინ. წადე ბიჭო მომცილდი. ამოეთრიე მურთას რა, ჩემი ნომერი ჩაიწერეო, არა ის კიდე. გადაღებულია? გადაღებულია ყველაფერი. მოკლედ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწეთ არხი რომ ხვალვე დავიდოს მომდენო ვიდეო და პაუზები აღარ გქონდეს ამ არხზე ცოტა ხანი. კი არა და კაი ხნით მე სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად და წინა დღეებში შედულზე მქონდა ვიდეოები გაშვებული და რამოდენიმე ვიდეო მოკლედ დაიერია და არასწორად აიდო არხზე და ბოდიში ხდით დისკომფორტების.